დღეს საქართველოს პრეზიდენტის სვანეთში იმყოფებოდა მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ მულახში დაიწყო და მოგვიანებით უკვე მესტიაში გაგრძელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა დავის განახლებული ცენტრი დაათვალიერა და იქ მყოფ უცხოელ ტურისტებსაც გაესაუბრა. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომელთაც გარდა იმისა, რომ აქ გრძელისია დასანგრევი ობიექტების, რომელიც შედის დაწყებული ხიდებიდან და შენობებიდან დამთავრებული ინსტიტუტების გრძელისია, ასევე აქვს გრძელისია არასაშენებელი ობიექტების. არა მხოლოდ ვერაფერს ვერ დაგვინგრევენ გრევის მოციქულები, არამედ ვერაფრის აშენებაში ხელს ვერ შეგვიშლიან და ვერ შეგვიშლიან ამ გვირაბის აშენებაში ხელს და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ გვირაბს სვანეთში. Where are you from? We are from Iran. Excellent. საქართველოს პრეზიდენტი მარტო არ უნდა იყო, თქვენ უნდა იყოთ მსოფლიოს პრეზიდენტი. იმდენ ამას აკეთებთ, ძალიან მადლობელია. მადლობელია თქვენი პირიქით. ინციდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულში კოალიციის ადგილობრივ координаტორ სემზარ ცაავა სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ირაკლი ცაავა შეუვარდა და ირაყის მუქარით ქართული ოცნების დატოვება მოსთხოვა. ჩაკეტილი სახში ვისხედით პერესპერი იარაღი მაგიდაზე ედო. ბატონო ჩემო შემდეგ ავარდა მხეცივით ეს მაგიდა გადმოაბრუნა. ეს იარაღი ხელზე დაიღრა, არ არისო გამორიცხული რა. ეს იარაღი შუქზე რომ მიგადო. წარმოიდგინეთ 2 საათი თხილნარში, რა ჩემს საკუთარ სახში ვიმალებოდი და მესმოდა ხმაური და საშინელება და ბავშვები რაზროს დაიხოცებოდნენ, რა მოხდებოდა ქალის ტკივილი, ბავშვების ყურები საკუთარი ოჯახი. არა ისე შემოვიდა მთვალი იყო და რატო ხარო ამ პარტიაში და რა ვიცი მე სასწაულად იქცეოდა. კორში სააგენტო ინფოცხრის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორც სერგო ტეტუნაშვილი აცხადებს, თავდამსხმელები ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. გადმოხდნენ მანქანიდან დაურიგეს ტელეფონზე, მოვიდა დაახლოებით რა მნიშვნელობა აქვს, დაურიგეს 1-10 კაცი მოვიდა, ესენი იყვნენ ნაციონალები იყვნენ. რა მოხდა და ცემეს. ამის შემდეგ მე ვერაფერი ვეღარ დავინახე, ცემეს. თავისუფლება საარჩევნო ხმების სანაცვლოდ როგორ ევაჭრება მართველი პარტია პატიმრების ახლობლებს. ნაციონალური მოძრაობის სქემა ასეთია: პატიმრების ოჯახებს მართველი გუნდის მხარდამჭერთა სიის შეგროვების სანაცვლოდ მსჯავრდებულის გათავისუფლებას პირდებიან. პასპორტ მომთხოვენ და მომატერებენ ხარ, მეტი რა. მეტყვიან. აგერ მომეხმარი ამაზე არ გახ შენი ხმა მშველის მე. ვამიცი მე. პატიმრის გასათავისუფლებლად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა სიას ხელი ამ ქალბატონმაც მოაწერა. ქართული ოცნების ნატანების კოორდინატორი კი იხსენებს, რომ მსგავს ფაქტებს რამდენჯერმე თავადაც შესწრებია. უბრალოდ ამორჩეველი შეყავთ შეცდომაში და პირდებიან, რომ სარიელ ბლანკზე თხოვლები თეთრ თაბახის ფურცელზე მოგვიწერეთ ხელი, რომ ჩვენი თანასოფლელი ერთ-ერთი პატიმარი გამოვიდეს ციხიდან გაათავისუფლონ იმის საფუძველზე, რომ მოსახლეობა განაცხადებს თურმე, რომ ეს არის პატიოსანი, შრომელი ადამიანი და მას არ ეკუთვნის ციხესიმშრომლობა. სოფელ ნატანებში ხელმოწერა გათავისუფლების ნაცვლად სიახლე არ აღმოჩნდა. მეცხრე არხის ანონიმი რესპონდენტი იხსენებს, რომ 2008 წლის არჩევნებზე მაშინდელი გუბერნატორი რამაზ ნიკოლაიშვილი პირადად ხელმძღვანელობდა მხარდამჭერთა სიის შედგენას. მე მქონია ასეთი დაპირება, არათუ დაპირება, რამაზ ნიკოლაიშვილმა პირდაპირ მითხრა, რომ მე ამ პატიმარს მაჩუქებდა. არ მაჩუქა. დღესაც ზის ძალიან დიდი პროცენტით ავიღეთ, მაგრამ დაპირება არ შეასრულეს. ვიყიდულობს უსამართლოდ დაყადაღებულ ქონებას. ქართული ოცნების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის გამო დღეს აუქციონზე საცხოვრებელი ბინები გაყიდეს. გაყიდულია 9 დაჯარიმებულის 15 კერძო საკუთრება. ჯერ უცნობია, რამდენად გაყიდეს თბილისის ცენტრში მდებარე ბინები და მიწის ნაკვეთები. კოალიცია ქართული ოცნებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის ჩარიცხვის გამო დაჯარიმებული გიგაბუკია აუქციონზე გაყიდული ქონებიდან მიღებული თანხის ისევ ქართულ ოცნებაში გადარიცხვას გეგმავს. ფალიაშვილის 6 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელიც მას ეკუთვნის და ჯარიმის თანხაზე ძვირად გაიყიდა. ორჩენილი ზევით 120,000 ლარი, ხელისუფლება ვალდებულია და აღმასრულებელი სამსახური გადმომირიცხოს პირად ანგარიშზე, რომელ თანხასაც მე შემოვიტანთ კოალიცია ქართული ოცნების ანგარიშზე. აუქციონზე გატანილი ქონების მეპატრონეებს მხარი მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა დაუჭირა. მან უცხოეთსა თუ საქართველოში მყოფ შეძლებულ მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების შემომწირულების ახალი სახეობის ტერორისგან დაცვას თხოვა. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, როგორც უცხოეთში,
ასევე საქართველოში მცხოვრებ შეძლებულ მოქალაქეებს შეისყიდოთ და მფლობელებს დაუბრუნოთ ეს ბინები. სანაპიროს დაცვის სამსახურმა კოალიცია ქართული ოცნების წევრებს 5 აგვისტოს შეკრებასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ჩატარების უფლება არ მისცა. კოალიციის წევრები წყლის ტრანსპორტით ხობულეთიდან ბათუმამდე ჩასვლას გეგმავდნენ, თუმცა საზღვაო პატრულმა ახალგაზრდებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით ზღვაში წვრთნა მიმდინარეობდა და ბათუმში წასვლას ვერ შეძლებდნენ. ჩვენი იდეა იყო ქობულეთის სანაპიროდან სარფის საზღვრამდე ჩავსულიყავით და 5 აგვისტოს ჩათვლით, ქონოდა რაღაცა აქცია ესეთი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ქართული ოცნებისთვის, მაგრამ როგორც თქვენ თვითონ ნახეთ, პრეზიდენტის ბრძანებულებით ჩვენ აგვეკრძალა ქობულეთს რომ გავცდენოდით.